მარადიულ ქალაქში, სადაც თითქმის ყველა ისტორიული საგანძური უკვე ხელის გულზე დევს, კაპიტოლიუმის ბორცვის ქვეშ მდებარე ეს ვრცელი მიწისქვეშა ლაბირინთი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სამყაროა. ძველი რომის ფორუმისა და მარჩელოს თეატრის ქვეშ მდებარე ეს მღვიმეები და გვირაბები საუკუნეზე მეტი აღარავის უნახავს. თუმცა იყო დრო, როცა ისინი რომის ქსელის ნაწილი იყო, ჯერ კიდევ იულიუს კეისრის ეპოქაში და კიდევ უფრო ადრეც. მერე წელთასვლა აქაურობაზე თავისი კვალი დატოვა, ახალმა თაობებმა თითქოს ფუნქციაც დაუკარგეს. ასე იყო რენესანსამდე. მერე კი იყო მთელი ეპოქა მისი სრულყოფილი განვითარების. მიწისქვეშა კომპლექს საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. თავდაპირველად როგორც ქვის კარიერების, შემდეგ წყლის ცისტერნების, ბოლოს კი კომერციული ნაგებობები და საწყობებიც დაფარა. მე-19 საუკუნეში მღვიმეები მუშათა კლასის ეკონომიკურ ცენტრად იქცა, რომლის წარმომადგენლებიც ბორცვის ფერდობებზე აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ გოეთემ სწორედ იქ გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა ტავერნის ერთ-ერთი თანამშრომელი, ქალი, რომელიც მოგვიანებით თავის რომაულ ელეგიებში აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დეტალები თითოეულ მღვიმეზე არ გვაქვს, მე-18 საუკუნის არქეოლოგისა და ხელოვანის ჯოვანი ბატისტა პირანეზის ნახატები გვიჩვენებს, რომ ეს ადგილი ოდესღაც ქალაქის ცოცხალი ნაწილი იყო. შემდეგ მუსოლინიმ საცხოვრებელი სახლები დაანგრია და ზოგიერთი გვირაბი მიწით ამოავსო, რათა გადამწყვეტი განახლების გეგმის ფარგლებში ბორცვის სტაბილურობა გაეძლიერებინა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი გვირაბების მცირე გარკვეული ნაწილი თავშესაფრად გადაკეთდა. დღეს კი თითქმის საუკუნის შემდეგ მიწისქვეშა სამყაროს აღსადგენად სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ვიდრე გვირაბები გაიწმინდებოდა, არქეოლოგებმა ლაზერული სკანირება გამოიყენეს წარსულში ჩატარებული სამუშაოების ნიშნების დასაფიქსირებლად. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდება ფოტო და ვიდეო გამოფენები, რომლებიც გვირაბებში მუდმივად დარჩება. პროექტი ასევე ითვალისწინებს მიწისქვეშა დერეფნების სრულ კონსერვაცია რესტავრაციას. დაგეგმილი ჩარევები მისდად ისახავს ერთდროულად როგორც ძეგლის დაცვას, ისე მთელი სტრუქტურის გაძლიერებისა და უსაფრთხოების სტანდარტის უმაღლეს ნიშნულამდე აყვანას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც სამუშაოებს ახლავს, არის რადონის ბუნებრივი გაზის კონტროლი. ის გამოიყოფა მიწისქვეშა ვულკანური ქვისგან, რომელიც სამუშაოების დროს იშლება. მუშებს რეგულარულად უმოწმებენ ექსპოზიციის დონეს და მათი მიწისქვეშ ყოფნის დრო შეზღუდულია. სპეციალური ფილტრები დამონტაჟდება ჰაერის გასაწმენდადაც, მანამ სანამ ტერიტორია ვიზიტორებისთვის ოფიციალურად გაიხსნება. სამუშაოები სრულად, როგორც ცნობილია, 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში დასრულდება და რომის ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ოფიციალურად გაიხსნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი $2,800,000 შეადგენს. წინასწარ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ კომპლექსის ზედა დონეზე მუზეუმი მოეწყობა, რომელიც იმ არტეფაქტებისა და მასალების ნაწილს დაიტევს, რომელიც წარსულში ამ ტერიტორიის გათხრებისას აღმოაჩინეს და დღემდე კაპიტოლიუმის მუზეუმებში ინახებოდა. გვირაბების მონახულება კი როგორც ვიზიტორების უსაფრთხოების, ასევე სტრუქტურის დაცვის მიზნით მხოლოდ გიდების თანხლებით იქნება შესაძლებელი. როგორც არქიტექტორები განმარტავენ, ამ მიწისქვეშა კომპლექსის დამთვალიერებელი ერთდროულად არქეოლოგიისა და სპელეოლოგიის უნიკალურ გამოცდილებას მიიღებს. სწორედ ისეც, როგორცაც ცნობილი ღირსშესანიშნაობების მიღმა ეძებენ.